თუ გინდა რომ მარხვით მიიღო სრული ჯილდო და შეიგრძნო მისი განწყობა, დაიცავი მარხვის სუნნათები. მათგან არის საჰური, ანუ მარხვის დაწყებამდე მისაღების საკვები ღამის ბოლოს. თუნდაც იყოს 1 ყლუპი წყალი. შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: საჰურის საკვების ჭამა ბარაქიანია და არ მიატოვოთ ის, თუნდაც თქვენგან ვინმემ დალიოს 1 ყლუპი წყალი, რადგან ალლაჰი აზზა ვა ჯალლა და მისი ანგელოზები ლოცავენ საჰურის მიმღებთ. ასევეა ნოტიო ფინიკით პირის გახსნილების დაჩქარება აზანის ერთად. თუ ვერ იპოვის ფინიკის ჩირით, თუ ამასაც ვერ იპოვის, რამდენიმე ყლუპ წყალს დალევს, როგორც ჰადისში მოვიდა. პირის გახსნილებისას უნდა ევედროს ამ ვედრებით. წავიდა წყურვილი, დასველდა ვენები და დამტკიცდა საზღაური თუ ალლაჰი ინებებს. ასევეა მარხულთათვის საკვების მირთმევა. ჰადისში ნახსენებია, ვინც გამოკვებავს მარხულს, მას მარხულის მსგავსი საზღაური ექნება და ამით არაფერი მოაკლდება მარხულის საზღაურს. უმრა რამადანში. შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: უმრა რამადანში ჰაჯის ტოლფასია. ასევე დღისით უნდა დასაქმდეს ზიქრით, ვედრებით, ყურანის კითხვით და სხვა კეთილი საქმით. რამადანი არის ხელსაყრელი დრო რწმენის გასაძლიერებლად, სამოთხის მოსაგებად და ცეცხლისაგან გადასარჩენად. შუამავალმა ალეიჰიссალათუ ვასალამ თქვა: დამცირდეს იმ კაცის ცხვირი, ვისაც რამადანი მოესწრო და ისე დასრულდა, სანამ მიეტევებოდა.